პოლიტიკურ კომპონენტს დროებით შევეშოთ და დავით თქვენთან მაქვს შეკითხვა ახლა უკვე პერსპექტივაზე რომელიც ამ საქმეს აქვს სტრასბურგის მიმართულებით. აი რა პერსპექტივა აქვს მოკლედ რო გითხოთ. კეთილი, მაყურებლისათვისაც ცნობილია რომ შიდა ინსტანციები უნდა იქნას სამოწურული იმისათვის რომ მიმართვა მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. სასამართლო არ მსჯელობს პირის დამნაშავეობაზე, პირი დამნაშავე არის თუ არ არის, მაგრამ მსჯელობს იმ გარანტიებზე, რომლებითაც არის აღჭურვილი შესაბამისი პირი. ხა ეს მოითხოვს შეფასებას თუ რა აჩვენა ამ პროცესმა და მიუხედავად იმისა, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება ფასდება საბოლოო გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ანუ მთლიანი პროცედურა იყო თუ არა სამართლიანი, განხილვის ის ნაწილი, რომელიც უკვე იყო, მათ შორის სისხლის სამართლის პროცედურის ინიცირებიდან განაჩენის დღეს გამოტანამდე არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის გარანტიებით. პირველ რიგში ეს არის ის, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ შეიძლება იქნეს გამოყენებული ფარული მიზნებისთვის და რეალურად ამ საქმეში სახელმწიფოს მთელი იურიდიული აპარატი იქნა გამოყენებული კერძო ინტერესისთვის და იქნა გამოყენებული იმისათვის და ამაზე გიორგი ბაჩიაშვილმა არაერთხელ ისაუბრა, რომ ეს იყო დაშინება, ეს იყო ზეწოლა, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მოტივები, რომლითაც იყო ნაკარნახევი ეს გამოძიება. გამოძიების დროის გათვალისწინებით იმ ფაქტებიდან, რომელსაც მას ედავებიან და 8 წელი იყო გასული, რა თქმა უნდა, ეს ქმნის იმის განცდას, რომ რა თქმა უნდა, საეჭვო იყო კეთილსინდისიერება გამოძიების ამ საქმესთან დაკავშირებით და ასევე, რა თქმა უნდა, ის ფაქტები, რომლებიც ბრალდებას ეფუძნება, არ ქმნის იმ შესაბამის სტანდარტს, რომელიც საკმარისი არის იმისათვის, რომ გამოძიება იქნას დაწყებული და შემდგომში განაჩენი დადგეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა აქ არის ასევე მნიშვნელოვანი, რომ არამხოლოდ გამოძიება, არამედ სასამართლო და არამხოლოდ სასამართლო, არამედ სხვა ინსტიტუტებიც, როგორც ახსენეთ, იყო არაჩვენეს დამოუკიდებლობა და პირიქით მთელი მათი ქმედებათა ჯაჭვი იძლეოდა საფუძველს თქმისას, რომ ისინი მოქმედებდნენ გამოძიების ინტერესებისთვის, მათ შორის ეს იყო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელმაც თავიდან განაცხადა უარი ექსპერტიზის გაცემაზე იმ მოსაზრებით, რომ მას არ ჰქონდა შესაბამისი აპარატი, რომელთაც განხორციელდა ჩაწერა და ასევე ეს იყო ეროვნული ბანკი და თუ ავიღებთ მათ შორის მიმოწერას, რომელიც არსებობდა ქართულ ბანკს, როდესაც მან გამოითხოვა ეროვნულმა ბანკმა ინფორმაცია, ეგრეთ წოდებული საჯარო ინფორმაციის გაჟღერების გამო, რომელიც მედიაში იყო, იქ იყო მითითებული კონკრეტულად, რომ აღნიშნულის შესახებ, გარანტიის შესახებ და ის რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული ეროვნულ ბანკს ეცნობა 2016 წელს, თუმცა ეროვნულ ბანკს არ დაუწყია მონიტორინგის პროცესი და მონიტორინგის პროცესი დაიწყო 2023 წელს, როდესაც ამ საქმის ინტერესებისთვის ეს გახდა საჭირო. ეხლა მე უბრალოდ ძალიან ერთი წინადადებით წუთით შევეცდები ჩამოვთვალო მხოლოდ თორე ეს ძალიან შორს წაგვიყვანს სასამართლომ რა დააშავა. პირველივე სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ მას ჰქონდა ეჭვები სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ საქმის ინიციატორის გათვალისწინებით და შემდგომმა პროცედურამ ეს აჩვენა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო, იმიტომ რომ სასამართლო მაგალითად დახურა სხდომების ის ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა მთავარს ამ საქმის, რაც არის ხომ, ეს არის ის რეალურად ინვესტიციასთან მქონდა საქმე, თუ სასესხო ურთიერთობასთან მქონდა საქმე და დაზარალებულთან ახლო კავშირში მყოფი პირები, მათ შორის დაზარალებული და ბრალდებულის მოწმეები, სხდომა დახურა, რაც მიზნად ისახავდა იმას, რომ ფარული მართლმსაჯულება განხორციელებული იყო და საზოგადოებაზე ვერ გაიგო კონკრეტულად რა სახის ურთიერთობა იყო. ფიზიკურადაც არ იყო წარმოდგენილი. კი, ფიზიკურადაც არ იყო და ამის მათ შორის ის ჩართვიდანაც კი საიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მან თქვა, რომ 10 წლეულების მანძილზე საკვირდება პროცესებს, მაგრამ არც ერთხელ არ ყოფილა დასახელებული სხდომის დახურვის ის მიზეზი, რომელიც დისტანციურად დაკითხვის და სხდომის დახურვის ის მიზეზი, რომელიც ივანიშვილთან მიმართებით იქნა გამოყენებული. ამის გარდა და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ არსებობდა არავითარი საფუძველი მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის იმ მომენტში, როდესაც ეს შუამდგომლობა იქნა სასამართლოს წინაშე დაყენებული და ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ რეალურად მხარეთა თანასწორობის
პრინციპი დაირღვა იმით, რომ ერთის მხრივ დაზარალებული იყო დაკითხული იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლის თვითმხილველი და მოწმე თვითონ იყო, ხოლო მეორეს მხრივ გიორგი ბაჩიაშვილი მიუხედავად იმისა, რომ ის გამოხატავდა მზადყოფნას და სურვილს დისტანციურად ჩართოდა სასამართლოს და მიეცა ახსნა განმარტებები, ამის შესაძლებლობა მას არ მიეცა და კიდევ ივანიშვილის დაკითხვის დროს ის პირდაპირ დაემუქრა ივანიშვილს, ბაჩიაშვილს რამდენჯერმე სასამართლოს ამაზე რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე დღეში ეს დამუქრება აღსრულდა, როდესაც ახალი ბრალი იქნა წაყენებული. ანუ კუმულაციურად მთელი ეს გარემოებები, რა თქმა უნდა, ბატონ ბაჩიაშვილს აძლევდა გიორგის იმის რწმენის საფუძველს თავიდანვე და შემდგომში უკვე ეს განვითარებული მოვლენები, რომ სასამართლო ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი და სავარაუდოდ ჩვენ ამის დასტურს ასევე ვნახავთ შემდგომ ინსტანციებში.